საღამოშიდობის მოგესალმებით კიდევ ერთხელ დღეს ტრადიციულად ჩვენ უახლოეს ერთ საათის განმავლობაში ვისაუბრებთ ქართული ფეხბურთის შესახებ, მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ, რაც განვითარდა ქართულ ფეხბურთში, ქართულ საფეხბურთო სამყაროში, თუმცა მე აქვე თავშივე მინდა ვთქვა, რომ აი იმ დაძაბული დღიდან გამომდინარე, რომელიც იყო სუპერთასის ბილეთებთან შექმნილი, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ თავი აგვერიდებინა დღის ბოლოს, რადგან ძალიან ბევრი ითქვა, ძალიან ბევრი დაიწერა და როგორც ჩანს, ამ ყველაფერს გაგრძელება მომდევნო დღეებშიც ექნება, თუმცა მე ვისურვებდი, რომ დღეიდან ეს პრობლემა აღმოფხვრილი ყოფილიყოს და შესაბამისად ყველა გულშემატკივარს მიეცეს იმის საშუალება, რომ ძალიან წყნარად, შვიდ ვითარებაში მარტივად შეძლოს ამაზე დასასწრები ბილეთის შეძენა. ძალიან მძიმე დღე იყო, მე ანონსში საინფორმაციო ჩართვისაც ვთქვი ბილეთებისთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის, ჩემი კოლეგებისთვის, რომლებიც წელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ ამ თემასთან დაკავშირებით და ეს აბსოლუტურად გასაგები რეაქცია იყო გამომდინარე იმ მოლოდინიდან, რა მოლოდინშიც არის ქვეყნის მოსახლეობა 11 აგვისტოსთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ ამ ნეგატიურ ფონზე შევეცადეთ შეგვირჩია ორი ესეთი საინტერესო და კარგი თემა. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ, მე ვთვლი, რომ ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე, ეს არის საბურთალოს გუნდი, რომელიც 19 წლამდე ჩემპიონთა ლიგაში იასპარეზებს. თუ კი თქვენ გაქვთ საშუალება, რომ ადევნოთ 19 წლამდე ჩემპიონთა ლიგას თვალი, ტრანსლაციები არ ხდება სატელევიზიო მასშტაბით, მაგრამ ინტერნეტში მე გარწმუნებ ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ იმ ფეხბურთისგან, რასაც აჩვენებს მილანის, ბარსელონას, რეალის, პორტოს, ბენფიკას 19 წლამდე გუნდები, ასე რომ საბურთალო ამასაკის ელიტარულ საფეხბურთო სამყაროში გაერია. რაც ეხება გადაცემის პირველ თემას, ჩვენ ვისაუბრებთ სუპერთასზე და ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ სუპერთასს, თუმცა არ ვისაუბრებთ ბილეთებზე. ვისაუბრებთ ბარსელონაზე, რომლის წარმომადგენლებიც იყვნენ ჩამოსულნი თბილისში, მათ დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, ნახეს ყველაფერი, ნახეს ადგილები, სადაც უნდა იცხოვრონ ფეხბურთელებმა, სად უნდა ივარჯიშონ, როგორ უნდა გადაადგილდნენ და შესაბამისად ამ თემებზე ვისაუბრებთ და აქვე ვიტყვი, რომ სანაეს გადაცემის შემდეგ სამივე თასი ჩვენთან არის სტუდიაში, თქვენს ეკრანებზე. თასები გვაქვს, ბილეთები ჯერ არა, მაგრამ იმედია ხვალიდან თასებთან ერთად ბილეთებიც გვექნება. დიმიტრი ბოკერია, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ იქნება მიმაგრებული ბარსელონასთან და იმუშავებს ბარსელონასთან ერთად, მაქსიმალურად აბსოლუტურ ინფორმაციას მიაწვის ბარსელონას წარმომადგენლებს და იმ პერიოდში, როდესაც გუნდი იქნება აქ, ჩემი გადაცემის სტუმარი იქნება. მე აქვე გეტყვით, რომ სევილიაზე ასევე მიმაგრებულია ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი კოკა ხურცია, რომელსაც ჩვენ მოვიწევთ უკვე შემდგომ გადაცემაში. დღეს კი გადაცემის პირველ ნაწილს დავუთმობთ სწორედ ბარსელონას. დიმა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. იყო ორივე გუნდი ჩამოსული, შენ მიმაგრებული ხარ ბარსელონაზე და პირველ რიგში მე მგონი, როგორც ჩვეულებთან მით უმეტეს ხარ, ხო, გულშემატკივარის ხარ და ალბათ სურო რეალის გულშემატკივარი იყო ბარსელონასთან მუშაობა, მაინც რაღაც გარკვეულწილად ადამიანურად ძალიან დიდი ღირებულებაა. კი, მე თუ მკითხავ, რაც მქონია ჩემ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, პოზიციაც ყოფილვარ და რა საქმე შემესრულები, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გამოწვევასთან მომიწევს შერკინება, იმიტომ რომ ძალიან დიდია ინტერესი. ყველას ძალიან გვიყვარს დაწყებული ლეო მესიდან დამთავრებული კიდე სხვა ფეხბურთელებიც და მესმის მე ხალხისაც, ვისაც ძალიან უნდა რომ ეს ამ ფეხბურთელებთან რაღაცა უშუალო კონტაქტი გქონდეთ. სწორედ ამ ვიზიტის დროს პირველ, ასე ვთქვათ, გამოწვევად და პირველ პრობლემად გამოიკვეთა ეს საკითხი, უსაფრთხოება. ვინაიდან ამაზე პირველ რიგში და ყველაზე ესეთი ასე ვთქვათ, კაცრად მოთხოვნილი მათი მხრიდან იყო ეს, რომ ფეხბურთელებს გქონოდათ შესაძლებლობა, რომ წყნარად ჩამოსულიყვნენ, ჩამოვიდნენ, მოემზადონ ამ მატჩისთვის, იმიტომ რომ რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, არა
ძირითადი თამაში იყოს, მაინც სუპერფინალია, ეს კიდევ ერთი ტიტული არის, რასაც უმიზნებს ბარსელონა, ძალიან მნიშვნელოვანი ტიტულია მათთვის და ასე ვთქვათ, ძალიან სერიოზულად ეკიდებიან ის მესმის ამ ბოლო დროს ვიღაცა ფეხბურთელები არ ჩამოვლენ ან რაღაცა შესუსტებული შემადგენლობით ჩამოვა ბარსელონა, რა თქმა უნდა არა, სრული შემადგენლობით, თუ ღმერთმა არ ქნას და ვიღაცა არ დაიმპრვა. და აი ეს იყო ძირითადი საკითხები. დანარჩენი ხა რაც გავიარეთ სუფთა ორგანიზაციული კუთხით, მაგალითად როგორც არის სასტუმრო, იცით რომ თქვენ თბილისის მარიოტში განთავსდება ბარსელონას გუნდი, აბსოლუტურად ყველა მოთხოვნა რაც ჰქონდა გუნდს დაუკმაყოფილეს, რა თქმა უნდა იქ რაღაცეების ადაპტირება მოხდება ვინაიდან ну რაღაც სპეციფიური მოთხოვნები ჰქონდათ მათ და ასევე გავიარეთ როგორც სავარჯიშო მოედანი, ასევე სათამაშოდ დინამო არენაზეც. კი ბატონო, კარგი, მოდი ამაზე დეტალურად ჩვენ მოგვიწევს მაინც საუბარი, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესოა თქვა იგივე სასტუმროში მოითხოვეს თუ არა იგივე უსაფრთხოების თემა, მაგრამ მოდი ჯერ სტადიონზე ვისაუბროთ, თქვა განსაკუთრებული რაიმე მოთხოვნა თუ ჰქონდათ უსაფრთხოების თვალსაზრისით, მით უმეტეს რომ გერმანიასთან ჩატარებული მაჩის შემდეგ ბუნებრივია მათ გაცილებით მეტი სიფრთხილე ალბათ გამოიჩინოს. ესე იგი ახლა ამ ვიზიტზე ჩამოსული იყო შემდეგი შემადგენლობით ბარსელონას კლუბი, იყო პროტოკოლის სამსახურის უფროსი და ასე უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც იყო ძირითადად ყველაზე აქტიური. რა თქმა უნდა, ჰქონდა შეკითხვები როგორც ჩვენს უსაფრთხოების სამსახურთან და ზოგადად როგორი გეგმით ვიცავთ სტადიონს და ასევე პირველი რაც არის რომ მაქსიმალურად ფეხბურთელები მოვარიდოთ ხალხს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ვინაიდან ეს არ არის უბრალოდ რაღაც ამხანაგური თამაშისთვის შეკრება ან რაღაცა სოციალური პროექტი, სადაც ჩადიან ხოლმე და ასე ვთქვათ, ავტოგრაფებს არიგებენ თუ სხვა და სხვა. ამ კუთხით რომ მაქსიმალურად ფეხბურთელები და ხალხის ასე ვთქვათ გარიდება მოხდეს. აი ეს იქნება ალბათ ძალიან დიდი გამოწვევა, იმიტომ რომ ყველას უნდა დაწყებული არ ვიცი ყველაზე მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებიდან დამთავრებული ჯოულები ბავშვებით. ყველას ძალიან უნდა ავტოგრაფი იქნება, სურათი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გქონია ჩვენ მსგავსი მაგალითები, სამწუხაროდ ახლა გერმანიასთანაც ჰქონდა ესეთი ისენი და ამიტომ ძალიან აქტიურად ხა შენ თვითონაც იცი, როგორ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან იმასთვის, რომ შეიქმნას ისეთი გეგმა, სადაც გამოირიცხება მსგავსი ტიპის ლაფსუსები, რაც მაგალითად მოხდა გერმანიის მატჩის დროს და რის გამოც დაისაჯა ფეხბურთელს. კი ბატონო, თუ იყო ისეთი საკითხი, მე არ ვიცი ხა, ძალიან ბევრი ფეხბურთელია, თქვა, ვისაც ყავს თავისი პირადი მცველი. თუ ქონდა ამასთან დაკავშირებით, ან თავად თუ თქვეს რომ რომელიმე ფეხბურთელი ჩამოვა, თქვა, თავის პირად ცოლებთან ერთად. პირადი მცველი არ ეყოლებათ, მაგრამ ზოგადად თვითონ თავისი დამცვის სამსახური ეყოლებათ ძალიან ისეთი შემადგენლობით წარმოადგენელი, ხა ზუსტად რამდენი ადამიანი იქნება, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ასე ვთქვათ, რაღაც ბოლო ეტაპი, ასე ვთქვათ, დაცვის იქნება უკვე თავისი ვინც გააკონტროლებს უშუალოდ ფეხბურთელებმა ვისთან უნდა იკონტაქტონ, ვის შეიძლება მათთან შესვლა თუ გამოსვლა და ასე შემდეგ. ხო, ეს ძალიან კარგია, იმიტომ ერთის მხრივ, იმიტომ რომ თქვათ გარკვეულწილად იმ ქართველებს, რომლებმაც უნდა იმუშაონ, ისედაც იმ უხერხულ ვითარებას, ამ ნაცნობობიდან, ბიძაშვილ-მამიდაშვილობიდან სამწუხაროდ ჩვენთან ეს ძალიან ისეთი ძალიან სერიოზული თემაა და კარგია რომ უცხოელები ჩაერთვებიან ამ იმაში, რომ ელემენტარულად აღარ ქონდეთ იმის ილუზია, რომ თქვათ მე ან შენ ან ვინ ჩართულია ამ პროექტის განხორციელებაში შეუძლია ნებისმიერ ბავშვი შეიყვანოს, ფოტო გადააღებინოს, ხელი ჩამოართმევინოს და პირველ რიგში მე მგონი ჩვენ უნდა გავითაროთ, რომ ეს არ გვაძლევს ჩვენი პოზიციები ნამდვილად არანაირ უპირატესობას, გარდა იმისა, რომ ჩვენ თვითონ ვნახავთ ამ ხალხს, მაგრამ არა იმისას, რომ ბავშვებით მივიდეთ იქ და ნათესავები და ოჯახური ფოტოები. ნამდვილად აი ამ კუთხით ასე იგი ძალიან შეზღუდული იქნება მათთან კომუნიკაცია და კონტაქტი. ვარჯიშზეც რაც შეიძლება საინტერესო თემაა, რა თქმა უნდა. სავარაუდოდ, ну, ჯერ ეს მაინც თავარჯიშის გადასაწყვეტია და მათი ამ სპორტული, ასე ვთქვათ, მიმართულებას ვინც გეგმავს, ივარჯიშებენ თუ არა 9-ში, როდესაც ჩამოვლენ აქ, ამისთვის ჩვენ მათ შევთავაზეთ მიხეილ მესხის სტადიონის ცენტრალური მინდორი, ესეც მოინახულეს და ძალიან მოეწონათ. თუ ივარჯიშებენ, რამდენადაც მე ვიცი, ამ მომენტისთვის ყოველ შემთხვევაში მათი პოზიცია არის, რომ იქნება 15 წუთი დღია ყველა ვარჯიში, ესეც მხოლოდ მედიისთვის.
და არ დაიშვებიან უბრალოდ გულშემატკივრები. ეს არის რაც შეეხება სავარჯიშო პროცესს სასტუმროც ისე დაცული იქნება რომ არ ვიცი ხო თავისთავად ცხადია დიმა საერთოდ როგორც წესი როდესაც ჩამოდიან გუნდები ძალიან ხშირია ხშირი კი არა პრინციპში ყველას აქვს ის მოთხოვნა რომ თქვა პრესისთვის იყოს 15 წუთი ღია ვარჯიში ამ თემებზე თუ გქონდათ საუბარი, თუმცა მე რამდენადაც ვიცი, აი ხა იგივე თქვა პორტუგალიის ნაკრებმა პრესისთვის გააღო ვარჯიშები, მაგრამ გულშემატკივრებისთვის დაკეტა. ჩვენ გქონია ესეთი პრეცედენტი, მაგალითად თემურ ქეზბაიას ნაკრებში მუშაობის დროს, როდესაც საქართველოს ნაკრების ვარჯიში ორივესთვის, პრესისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც გქონია ღია 15 წუთი. ხო, 15 წუთი, ხო. აი მაინტერესებს ხა ამ თემებზე თუ გქონდათ საუბარი და თუ აქ საუბარი და ზუსტად იმიტომ რომ თვითონ ლოჯისტიკურად და უსაფრთხოების კუთხით ძალიან რთული იქნებოდა 15 წუთით შემოგეყვანათ ან ხო წარმოგიდგენიათ რა რაოდენობის ადამიანზე არის ლაპარაკი ძალიან განსხვავდება საქართველოს ნაკრების ვარჯიშის თავისთავად ინტერესი ბევრად უფრო დიდი არის, ამიტომ ნამდვილად 15 წუთში ამ ხალხის უბრალოდ შემოსვლა და გასვლა არ მოესწრებოდა და შესაბამისად უნდა ყოფილიყო რაღაცა გაურკვევლობა, გადი, გამოკაჩვა და ამიტომ ზოგადად არჩიეს თვითონაც და ზოგადად ეგეთი ის აქვს, რომ მედიისთვის იქნება ღია, მაგრამ არა გულშემატკივრებისთვის. ავტობუსი, რომელიცაც გადაადგილდება არის ლაპარაკი ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ არის ლაპარაკი, რომ თავის ავტობუსს ჩამოიყვანენ თვითონ. მაგრამ ნუ ჯერ ბოლომდე არ არის ძირითადად ეხა ეს მათი ვიზიტი უფრო იყო გაცნობითი ხასიათის, ასე ვთქვათ, ჩამოვიდნენ, გაეცნენ სად რა ხდება, რა პირობებია, სად შეიძლება პრობლემას წააწყდნენ, ეს ყველაფერი ასე ვთქვათ აღრიცხეს, ჩაინიშნეს და სავარაუდოდ აი უკვე ივლისის დასაწყისში მიაწვდიან ჯერ UEFA-ს რა თქმა უნდა ამ თავის რაპორტს, მე UEFA უკვე ჩვენი გავლით დაიწყებს აი ამ ყველა საორგანიზაციო დეტალის მოგვარებას, რაც არის მათ ვიზიტთან დაკავშირებული. პრობლემატურ საკითხებს თუ დაინახეს რაიმე პრობლემა, ისეთი რაც თქვათ რეკომენდაციის სახით ან მოგცეს ან დაგვიტოვეს. ამ ეტაპზე ერთი რამოდენიმეა ისეთი პატარა დეტალი იყო, ერთი იყო რომ სასტუმროში არის რამოდენიმე ოთახი, რომელიც მუდმივად გაქირავებული არის, თუ არ ვთქვი რომელიღაც საელჩოზე, მაგრამ არ ვიცი ზუსტად რომელ საელჩოზე ლაპარაკი, რაც პრინციპში მათთვის პრობლემაა, იმიტომ რომ მე რამდენადაც მივხვდი მათ უნდათ რომ სრულად დაიკავონ სასტუმრო, რომ მთლიანი სასტუმრო თუ აქ სართულები ახლა აქ არის რა არის 124 ნომერი არის, რომელიც არის სულ მთლიანობაში თუ არ ვწდები შეიძლება პლუს მინუს რაღაცა მეშლება სასტუმროში თვითონ მოთხოვნილი ქონდათ 102 ნომერი. მაგრამ ვინაიდან უსაფრთხოების კუთხით ფიქრობდნენ იმასაც, რომ მთლიანობაში ხوار შეესოთ ამ ორი მთელი სასტუმრო აიღოთ ახან ეს 22 ნომერი თქვა რჩება წარიელი. დიახ. ვინაიდან მაშინ ბევრად უფრო გამარტივდებოდა უსაფრთხოების კუთხითაც, მხოლოდ ის პირები იქნებოდა შეიძლება ვინც აკრედიტირებული იქნებოდა ამ გუნდთან ერთად. ამაზე ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, მაგრამ უახლოეს მომავალში ესეც გაირკვევა. კარგი, სასტუმროზე რამდენად კმაყოფილი დარჩენ თვითონ თქვათ ინტერიერით, ექსტერიერით, რა ვიცი, ნომრები. თბილისის მარიოტი ძალიან კაი სასტუმროა, ესე ნამდვილად ცოტა კონსერვატიულად გაკეთებული, მაგრამ ძალიან კაი სასტუმროა, ნამდვილად კმაყოფილები იყვნენ, მგზარეულებსაც შეხვდნენ, რამდენადაც მე ვიცი, ელაპარაკეს ყველას, ანუ სასტუმროზე აი ერთ-ერთი რაც იყო პრობლემა იყო ეს საკითხი რომ რამოდენიმე ნომერი არ ყოფილიყო სხვა ადამიანების მიერ დაკავებული. ასევე ხო მეტი პრობლემა პრინციპში არ ქონიათ სტადიონი ხო ამ მომენტისთვის იცი რომ რეკონსტრუქციის ქვეშ არის და ხო უსკამებოდ და ხო ნებუნებრივია რემონტის ქვეშ ნახეს, მაგრამ პრინციპში მიხვდნენ რომ ევროპული ტიპის სტადიონთან აქვს, რომელსაც წესით ძალიან კარგი განწყობა უნდა შეიქმნას. როგორი ხალხია მუშა პროცესში? ძიმე ადამიანებია თუ ისე. მე მინდა ვთქვა რომ ერთ-ერთი იყო კარლეს პიოლის ბიძა, ხო თუ არ ვცდები? ხო, ნუ ბიძა რაღაც ცოტა შორეული, მაგრამ პიოლი იყო. პიოლი იყო გვარად. ეს პროტოკოლის სამსახურის უფროსი ვინც იყო და ძალიან ისეთი კეთილ განწყობილი აღფრთოვანდნენ ქართულ კულტურაზე, რა თქმა უნდა, საჭმელზე და სასმელზე. მოკლედ ძალიან ელოდებიან ეს ხალხი ყოველ შემთხვევაში, როდის ჩამოვლენ, არ ვიცი ხა რამდენად ფიქრობს მესი ღამე თბილისში ჩამოსვლაზე, მაგრამ იმედია ისიც იმასაც ძალიან მოეწონება ჩვენი ქალაქი.
იმეც ძალიან დიდი იმედი მაქვს, არა მარტო მაგას. თუმცა თამაშის მერე იმ პირდაპირ მიფრინავენ, ანუ აქ რაღაც აღნიშვნის პროცესი არ იქნებათ. ასე რომ არ ვიცი რამდენად ეკევა შესაძლებლობა რომ ახლა ჩვენი ქალაქის მთავარ ამ ღირსშესანიშნაობას ქართულ სუფრას გაეცნო. ნუ სტაფს მაინც შევეცდებით რომ გავაცნოთ. ეხლა ფეხბურთელებს არა, მაგრამ ვინც იქნებიან ოფიციალური პირები. ვინც იქნებიან ოფიციალური პირები, ისინიც ხო წინა დღეს ახლა ჩვენ ოფიციალურ ვახშამზე იქნებიან და ასე. დიმა, მოდი შენი ფუნქცია განმარტოთ, იმიტომ რომ მე უბრალოდ იცი როგორი მომენტია, მინდა რომ თქვათ თუნდაც იგივე სტუდენტებმა, აბიტურიენტებმა გაიგონ რამდენად კარგია თქვათ საფეხბურთო სივრცეში მოხვედრა. ეხლა ბუნებრივია ყველა ვერ იქნება მიმაგრებული ბარსელონასთან, რეალთან, იუვენტუსთან და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ ფუნქციები რომ გავმარტოთ. აი რა გევალება შენ ბარსელონასთან მიმართებაში იმ დღეებში თუ არ ვწდები, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შენ მუდმივად 24 საათიან რეჟიმში უნდა იცხოვრო იმ სასტუმროში, სადაც იქნება ბარსელონა. ესეც ერთ-ერთი მოთხოვნა არის, რომ აუცილებლად ეს ერთი წარმომადგენელი მასპინძელი ქვეყნიდან უნდა იყოს ასე ვთქვათ აუცილებლად მათთან ერთად მუდმივად ყველა ასე ვთქვათ კოორდინაცია ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტს UEFA-სა და მათ შორის მევალება მე ანუ ყველა ის საკითხი თუ დეტალი რაც მათთვის იქნება პრობლემური თუ უბრალოდ საჭიროებს რაღაც საკითხის გადაწყვეტას მოხდება ჩემგან ამის გარკვევა ну აქ როგორც სპორტული საკითხები არის იგივე მოედნების მზადყოფნაში ორგანიზაცია რა თქმა უნდა. ნებისმიერი, ანუ ახლა ძალიან ბევრი სხვა მოთხოვნა შეიძლება მე ამ ასე ვთქვათ გუნდებთან მეკავშირე ოფიცრად მუშაობდი უფრო სასაწყის ეტაპზე როცა დავიწყე ფედერაციაში მუშაობა 10 წლის წინ მას მე რაღაც გამოცდილება ნამდვილად დამიგროვდა ბევრი ამ კუთხითაც ბოლოს ისე დიდ კლუბთან კახაკალაძის გაცილების იმაზე ვიმუშავე მილანთან არ ამგონია რომ ხა განსაკუთრებით იმადზე მეტი ესეთი რაღაცა განსაკუთრებული მოთხოვნები ქონდეთ მაინც სპორტსმენი ხალხი არის რომელსაც აქვს რეჟიმი 9-ზე ვიძინებთ 8-ზე ვიღვიძებთ და ანუ რაღაც განსაკუთრებულს არ ველოდები ნამდვილად იმედია უბრალოდ რომ ჩვენ თვითონ ქართველები ისე დავხვდებით რომ არ შევაშინებთ და არ ვიცი რაღაცა იმიტომ რომ მაგალითად გერმანელები ძალიან შეშინებულები წავიდნენ. გერმანას შეაშინებ, რა უნდა ჩაატაროს. ხო, ნუ რაღაცა შეაშინა. საზღვრების ფარგლებში უგულშემატკივრებთ, თუ გადავწყვეტავთ მათ გულშემატკივრობას და ვიხილავთ ასეთ გადასარევ ფეხბურთს. კი ბატონო, სიმართლე გითხრათ, თეთრი შურიც ხშურს შენი იმ 3 დღის, ეხ ბარსელონასთან გატარებული ეს საათები. იმედია ძალიან კარგი იქნება და არა უბრალოდ დაღლა და რაღაცა ხო. თუმცა მაგას მაინც 12-ში გაითავისებ უკვე ან თამაში. ტელეფონი არ მექნება ჩემი მეგობრების და ნაცნობების გასაგონად ვინდა. მე რო დამჭირდება როგორ უნდა გიგა. ტელეფონი ეცგეცოდება მარტო შენ და ზოგადად არ მომმართოთ რაღაცნაირებზე, იმიტომ რომ რაღაცა წინასწარ აეხა უკვე ამ ვიზიტისას დაუდემათ პირობა რომ მე ვიქნები ის უკანასკნელი ადამიანი, ვისგანაც მათ პრობლემა შეექმნებათ ან რაღაცა შეწუხების კუთხით ამდვილად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა დიმა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ სუპერთასამდე კიდევ მოგვიწევს შეხვედრა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი იქნება და მე იმედი მაქვს რომ ყველაფერი უკვე თავის რელსებზე იქნება დაწყებული ბილეთები და დამთავრებული ნებისმიერი სხვა საორგანიზაციო საკითხი. ჩემი გადაცემის პირველ ნაწილში ჩემთან სტუდიაში სტუმრად იყო დიმიტრი ბოკერია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, ადამიანი, რომელიც უშუალოდ იქნება მიმაგრებული ბარსელონასთან იმ დღეებში, რასაც დაჰყავს ბარსელონა თბილისში. ჩვენ მცირე სარეკლამო პაუზა გვექნება და სარეკლამო პაუზის შემდეგ ჩვენ დავბრუნებით პირდაპირ ეთერში გია ჭიაბრიშვილთან ერთად ადამიანი, რომელიც წვნის საბურთალოს 19 წლამდე ნაკრებს და ეს გუნდს უკაცრავად 19 წლამდე გუნდს და ეს გუნდი ითამაშებს ამ ასაკში ჩემპიონთა ლიგას, ასე რომ ხო, რა საკვირველია, ასე რომ ჩვენ საკმაოდ საინტერესო საუბარი გველის.